მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა თემაზე მესიჯი თქვენთვის თქვენი მომავლიდან. მოდით ნახოთ რა მესიჯი აქვს თქვენს მომავალ ვერსიას, თქვენს მომავალ მეს თქვენთვის ახლა, როდესაც ამ ვიდეოს უყურებთ. და დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მოწერეთ პირადში და ნახოთ აბა რა მესიჯი მოდის თქვენგან, თქვენი მომავლიდან. მესიჯი პირველ ვარიანტს მათი მომავლიდან, მესიჯი მეორე ვარიანტს მათი მომავლიდან. ორ ვარიანტიანი გვაქვს გაშლა, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი არკანი ან მინერალი, რომელიც მეტად გიზიდავთ, იპყრობს თქვენს ყურადღებას, თუ გჭირდება დააპაუზეთ კიდევაც. აუცილებლად ენერგიების დაბალანსების მიზნით მოიწონეთ ეს პოსტი, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერში ჭირდება ბალანსი და თქვენი ლაიქები, თქვენი გულები, თქვენი კომენტარები ყოველთვის აბალანსებს ენერგიას. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. მესიჯი თქვენი მომავლიდან კი ასეთია. პირველ რიგში თუ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე გაქვთ შეგრძნება იმისა, რომ თითქოს ხართ მარტო. გვერდით არავინ არ ყავთ ისეთი, ვინც გაგიგებდათ, არც ოჯახის წევრები, არც მეგობრები. შესაძლოა საერთოდ მეგობრები არ ყავდეთ, ხო, ესეც არ არის გამორიცხული, ან მარტოდ გრძნობდეთ თავს. და ნახეთ აქ როგორი მესიჯი არის. შენს მომავალში თავს მარტოდ აღარ იგრძნობ. შენს ირგვლივ იქნებიან შენი თანამოაზრეები, ისეთი ადამიანები, რომლებსაც შენი ძალიან კარგად ესმით და რომელთაც შენს გესმის ძალიან კარგად. შენს ირგვლივ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გაჩუქებენ ბედნიერებას, ემოციურ სიმყარეს, რომლებთანაც როგორც გაერთობი, ასევე გაცვლი ემოციებს, გაუზიარებ შენს გრძნობებსა და ემოციებს, რომლებთანაც თავს იგრძნობ მყუდროთა და დაცულად. თუ ცხოვრების ამ ეტაპზე არ ყავს მეგობრები, არ ყავს ისეთი წრე, რომელიც გიგებს, ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება შენს მომავალში. მაგრამ მანამდე საჭირო არის ის, რომ შენ თვითონ იცალო საკუთარი თავის გაგება. შენს მომავალში აუცილებლად იქნება ძალიან ბევრი გართობა, ძალიან ბევრი სიამოვნება და ძალიან სასიამოვნო კომუნიკაციები. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს პირველი ვარიანტისათვის მათ მომავალ მეს. შენი რეალობა ძალიან შეიცვლება. უმძლავრესი ტრანსფორმაციები მოდის მეგობრებო და ნახეთ აქ როგორი მესიჯია. შეხედეთ 5 უფროსი არკანი ამოვიდა. თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ძალიან რადიკალურად. 180 გრადუსით გადატრიალდება კი არა, 100%-ით შეიცვლება. სრულიად საპირისპირო გახდება იმისა, თუ რაც გაქვთ ახლა ამ რეალობაში. ეს არის უმძლავრესი ტრანსფორმაცია. შეხედეთ არკანის სიკვდილი და არკანის სამყარო. მე-13 არკანი, რომელიც მეტყველებს მძლავრ გადატრიალებაზე და სხვათა შორის საკმაოდ ბუნებრივ გადატრიალებაზე და არკანის სამყარო. ყველაზე უფროსი 21 არკანი, რომელიც პირდაპირ მეტყველებს დასრულების შესახებ, იმის შესახებ, რომ ცხოვრება ისეთი, როგორიც ახლა არის თქვენს რეალობაში, თქვენი ჩვეული რეალობა დასრულდება. პირველ რიგში არ შეგეშინდეთ, მე იმას არ გულისხმობ, რომ თქვენს რეალობაში ყველაფერი კარგი დასრულდება, მეთქი რა თქმა უნდა არა. უბრალოდ ძალიან დიდი ალბათობით, ეს ინფორმაცია აბსოლუტურად ყველას არ ეხება, მაგრამ დიდი ალბათობით თქვენ სრულიად სხვა ქვეყანაში იქნებით, ან სრულიად სხვა ქალაქში ცხოვრებთ, ან შეიძლება სულადაც მოგზაურობდეთ. თუმცა გავიმეორებ, ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. თქვენ გექნებათ შინაგანად სრულიად სხვანაირი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი რეალობის მიმართ, ადამიანების მიმართ თქვენს ირგვლივ. თქვენ მეტად დააფასებთ საკუთარ თავს, თავს უფრო ლამაზად და მშვენიერად იგრძნობთ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, თქვენ თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და ლამაზად იგრძნობთ. იგრძნობთ იმას, რომ ადამიანებს სჭირდებით, ადამიანებს ძალიან აინტერესებთ, ადამიანებისთვის ხარ ძალიან საინტერესო. ასევე თქვენი ქმედებები, თქვენი სამუშაო, თქვენი ფინანსური ენერგია იქნება ძალიან ნაყოფიერი და თქვენი რეალობა იქნება ახსავსე პერსპექტივებით, ახალი შანსებით. საკუთარ თავში აღმოაჩენთ ძალიან საინტერესო ინფორმაციებს. შესაძლოა ვიღაცამ თავის თავში რაღაც ნიჭიც კი აღმოაჩინოს, ამასაც არ გამორიცხავ და ახლა რა სახის წრეზეც დადიხართ, რაც გეჩვენებათ, რომ მოუგვარებელია. ის ყველაფერი პირიქით გახდება თქვენთვის მოგვარებადი თვალსაჩინო და რაღაც შემკულ წრეში თუ დადიხართ, ასეთი შეგრძნება თუ გაქვთ, თქვენ აუცილებლად შეძლებთ, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და აუცილებლად მოგეცემათ კარიერული და ფინანსური ახალი შანსები. თქვენ თავს იგრძნობთ ძალიან თვითკმარ პიროვნებად, რომლის რეალობაშიც არის აბსოლუტურად ყველაფერი. და რატოღაც მგონია, რომ სულ სხვაგან იქნებით, სულ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში.
ან შესაძლოა ახლა სადაც ხართ იქ გრძნოთ თავის სრულიად სხვანაირად, ხო? უბრალოდ ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება. ძალიან რადიკალური ცვლილებები მოდის, მეგობრებო. და ეს ცვლილებები არ იქნება მარტივი და თავიდან ბოლომდე სასიამოვნო, მაგრამ იქნება თქვენთვის ძალიან ბუნებრივი და ძალიან საჭირო. და რაც მთავარია, თქვენთვის ბედნიერების და კეთილდღეობის მომტანი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, თქვენს მაგივრად ძალიან გამეხარდა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ინფორმაცია მოდის თქვენი მომავლიდან და ხმლების ტუზი ამოვიდა აქ. პირველ რიგში ეს არის თქვენი რაღაც გარკვეული პრობლემების მოგვარება, ეს არის სიცხადე, ის რაშიც ახლა გაქვთ ილუზიები, ილუზორული წარმოდგენები და ილუზორული შეხედულებები, ამ ილუზიებიდან გინდათ არ გინდათ აუცილებლად გამოხვალთ. აქ მოდის თქვენს რეალობაში მეტი სიცხადე, მეტი ჭეშმარიტება, მეტი სიმართლე. დიდი ალბათობით თუ თქვენს რეალობაში არის რაღაც ისეთი სიტუაცია, რის შესახებაც არ იცით სიმართლე და გტანჯავთ ეს საკითხი და გსურთ რომ გაიგოთ სიმართლე, ამ სიმართლეს თქვენ აუცილებლად გაიგებთ. და ნახეთ, აქ მოდის ახალი იდეები და შეიძლება ახლა ძალიან უცნაურად ჟღერდეს, იმიტომ რომ მოდით ვიქნები პირდაპირი, ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ინტელექტუალური შესაძლებლობები, ვიღაცას აქვს მეტად განვითარებული ანალიტიკური გონება, ვიღაცას მეტად განვითარებული ინტუიცია, ლოგიკა, ვიღაცას არ ვიცი, ემოციური ინტელექტი და ასე შემდეგ. ყველას ძალიან სხვადასხვანაირად. სხვადასხვანაირი აზროვნების ტიპაჟი არსებობს და ეს იმას ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ერთი ტიპაჟი მეორეზე ჭკვიანი არის, ხო? რა თქმა უნდა არა. და აქ ნახეთ, პირველ რიგში თქვენში მეტად გამოღვიძებული იქნება ანალიტიკური აზროვნება, ლოგიკა და აქ აუცილებლად იქნება რაღაც ახალი ინფორმაციებისა და ცოდნის მოპოვება. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა მესიჯი აქვს მეორე ვარიანტისათვის მათ მომავალ ვერსიას. და ეს მესიჯი ეხება ახალ სასიცოცხლო ენერგიას, ახალ მიზნებს, ახალ შეხედულებებს. რა თქმა უნდა, როგორც შინაგან ასევე კარიერულ ზრდას, თქვენში იქნება მეტად გამოღვიძებული შემოქმედებითი ენერგია. დავამატოთ კიდევ არკანები რა მესიჯი აქვს. ნახეთ, ახლა რაზედაც თვალებს ხუჭავთ გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ამ ყველაფერზე აუცილებლად აგეხილებათ თვალები, გინდათ არ გინდათ და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება იყოს არასასიამოვნო, თუმცა საჯარო გაშლა არის და ყველასთან ინდივიდუალურად და ინდივიდუალური ინტენსიურობით რეზონირდება, მაგრამ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ანალიტიკური გონება, თქვენი ლოგიკა გაიზრდება და მოვა თქვენს რეალობაში ახალი ინფორმაციები, ახალი ცოდნები, ახალი мотиваცია და ახალი მიზანდასახულობა, ასევე განვითარდება თქვენში აუცილებლად პირიქით მეტი ინტუიცია, მეტი ემოციებიც, ანუ ხდებით ხომ ბალანსში იქნებით და ნახეთ, თქვენთვის აქ არის ასეთი ინფორმაცია, რომ შენი ინტუიცია გაძლიერდება, შენც გახდები უფრო სენსიტიური და ამაში ცუდი არაფერი არ არის. პირიქით შენ შეძლებ რომ სამყაროში დაინახო ბევრად უფრო მეტი რამ, ვიდრე ადამიანების უმეტესობა ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხშირად არც სასიამოვნო პროცესი არის. აქ მოდის ახალი ინტერესის სფეროები, ბევრისთვის ახალი სამსახური, ახალი სწავლაც კი, მაგალითად შესაძლოა თქვენ ახალი რაღაც ისწავლოთ, ახალ კურსებზე, ან თქვენით, ან რაღაც უნივერსიტეტში ჩააბაროთ, ან გადააბაროთ, ხო, რატომაც არა. დავამატოთ კიდევ არკანები, რატომ ამოვიდა მაგალითად ხმლების ხუთიანი და მაინტერესა. ფინანსური კრიზისიდან გამოსვლა ჩანს აქ. არ აქვს მნიშვნელობა ამ ეტაპზე თქვენს რეალობაში არის თუ არა ფინანსური კრიზისი, იმიტომ რომ ხვდები ბევრი თქვენგანის რეალობაში ფიგურირებს რაღაც უფულობა, უბარაკობა, ანუ ფინანსობა. ზოგისთვის ეს არის რაღაც ძალიან მძლავრი, ზოგისთვის კი რაღაც ძალიან ზედაპირული, მაგალითად ზოგადად ფინანსები გაკმაყოფილებთ თქვენი, მაგრამ მაინც დროთა დრო განიცდით რაღაც უფულობას, ხო? და თითქოს ეს პრობლემაც აუცილებლად მოგვარდება. ასევე თქვენი მომავალი მე აქ, თქვენ გეუბნებათ იმას, რომ ახლაც მაქსიმალურად ენდე შენს ინტუიციას, ნუ იქნები ჩაკეტილი სამყაროსგან, იყავი გახსნილი სიახლეებისთვის, ახალი ინფორმაციისთვის, ახალი ენერგიებისთვის, ახალი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ შენი ჩაკეტილობა შენ მხოლოდ ხელს გიშლის განვითარებაში და იმაში რომ მიაღწიო შენს მიზნებს. და მეგობრებო, სულ ეს არის, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.